გამარჯობა ძვირფასო მსმენელებო, მაყურებლებო და გამომწერებო, მოგესალმებით და მოგილოცავთ ამ უბრწყინვალეს დღესასწაულს სიმშვიდისა და სიკეთისთვის წამებული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს მოგილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, აყვავებას და გაერთიანებულ და მშვიდ სამშობლოში ახალი ნათელი დღის დაწყებას. ახლა კი დავიწყოთ. 40 საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს მეორე და მესამე საუკუნეების სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. მე-19 საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს სამეფოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული მე-10-11 საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს მე-11 საუკუნის მეორე ნახევარი მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა. შემდგომში ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაგებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორე გზის ქადაგების აუცილებლობას განმარტება მოუძებნა. რუის სურბნისის საეკლესიო კრებამ 1103 წელი. ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა. ცხოვრება. ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე, რომელიც იქნა ამორჩეული. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები. ხვალისა დღე დგა კვალად იოანე და მოწაფეთა მისთაგანი ორნი. და მიხედა იესოს, ვიდოდა რა იგი და თქვა, აჰა ტარიგი ღმრთისაი. და ესმა მისი ორთამათ მოწაფეთა, იტყოდა რა ამას და მისდევდეს იესოს. მოექცა იესო და იხილნა იგინი, მირა ისდევდეს მას და ხრქვა მათ, რასა ეძიებთ. ხოლო მათ ხრქვეს მას, რაბი, რომელი ითარგმანების მოძღვარ, სადა იყოფი. ხრქვა მათ, მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა და მისთანა დაადგრეს მას დღესაშინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. იყო ანდრია, ძმაი სიმონ პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოანესგან და მისდევდეს მას. პოვა ამან პირველად ძმათვსი სიმონ და ხრქვა მას, პოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით, ქრისტე. ამან მოიყვანა იგი იესუისა. მიხედა მას იესო და ხრქვა, შენ ხარ სიმონ ძე იონაისი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების კლდე. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს თუ ის სად ეკადაგა. ანდრია მოციქულს ქადაგება წილად ხვდა. შავი ზღვის სანაპირო, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და სკვითეთი, დღევანდელი რუსეთი. პირველი მისიონერული მოგზაურობა. გადმოცემის თანახმად თავიდან მოციქული ქადაგებდა იუდეას სამარიაში, ასევე ღაზაში. ღაზადან გადავიდა პალესტინის ქალაქ ლიდაში, სადაც შემდგომში მოწამეობრივად აღესრულა წმინდა გიორგი. შემდგომ გადავიდა ანტიოქიაში და იქიდან ედესაში, ქურფა თურქეთი. G36 წელს წმინდა ანდრია მოციქული გადავიდა ბიზანტიის ბერძნულ ქალაქში, რომელიც შემდგომ გახდა კონსტანტინოპოლი. აქ მან დაადგინა ეპისკოპოსად სტაკო 70-თაგანი. შემდგომ იქადაგა კაბადოკიაში, გალატიაში, ასევე იყო ბერძნულ პონტოს სამეფოში, დღევანდელი ჩრდილოეთ თურქეთი, ხოლო შემდეგ გაემართა საქართველოში და შემდეგ სომხეთში. ამით თავისი ქადაგება დაასრულა და დაბრუნდა იერუსალიმში. მეორე მისიონერული მოგზაურობა. მეორე მისიონერული მოგზაურობისას მოციქული იერუსალიმიდან ანტიოქიაში გაემართა, შემდეგ ჩაჯდა გემში, რომელიც მიდიოდა ეფესოში, რათა შეხვედროდა იოანე მოციქულს. გზად მან რამდენიმე დღე დაჰყო კვიპროსზე, იმ ადგილს დღესდღეობით წმინდა ანდრიას კონცხი ეწოდება. როცა კუნძულზე მოწყურებული მგზავრები ღელვამ მოიცვა, რადგან წყლის რესურსები გემში ამოწურულიყო, მაშინ წმინდა ანდრიამ მხურვალე ლოცვის შემდგომ სასწაულებრივად კლდიდან წყარო გამოადინა. ეფესოს შემდეგ დაბრუნდა ანტიოქიაში, აქედან გადავიდა ნიკეაში, შემდეგ ისევ ეწვია პონტოს და საქართველოს. საქართველოში ქადაგების შემდეგ მოციქული გაემართა პართეთში. გზად ქურთისტანი უნდა გაევლო და გადასულიყო გედროზიას უდაბნოში, ბალოხისტანი. ახლანდელი პაკისტანი ირანის საზღვრის ახლოს. მაშინ იქ კინოკეფალები, ძაღლისთავიანი ადამიანები ცხოვრობდნენ.
სირიული ტექსტების თანახმად, პირველად იხილა რა წმინდა ანდრიამეს ხალხი, შეშინდა, თუმცა შემდგომ მიხვდა, რომ იქ მისი ყოფნა ღვთისნება იყო. სირიული წყაროები მოგვითხრობს, რომ შემდეგ წმინდა ანდრია პაკისტანის და ავღანეთის გავლით მოხვდა სოგდიანში, თანამედროვე სამარყანდი და ბუხარა. ბოლო დრომდე ამ ფაქტის აღქმა შეუძლებელი იყო, რადგანაც ისმებოდა შეკითხვა, რანაირად შეეძლო მოციქულს ამ ხელა გზის გავლა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ აბრეშუმის გზას, ეს ყველაფერი სავსებით შესაძლებელი ხდება. ყველა ძველი მკვლევარი ერთხმად ამტკიცებდა, რომ წმინდა ანდრია იყო ცენტრალურ აზიაში, თუმცა კონკრეტული მასალები ჩვენამდე მოღწეული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს სამი სხვადასხვა წყარო, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრია მოციქული იმყოფებოდა და ქადაგებდა დასავლეთ ჩინეთსა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში. პირველი გადმოცემა ყაზახეთიდანაა, მეორე სირიიდან, ხოლო მესამე აქვთ ბულგარებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ რამომთაბარე ცხოვრებას, საბერძნეთის გავლით დასახლდნენ იტალიასთან ახლოს. სადაც მათ მრავალი ტაძარი ააშენეს ანდრია მოციქულის სახელზე. როგორც ამტკიცებს მე-9 საუკუნის მწიგნობარი ეპიფანე კონსტანტინეპოლელი, ანდრია მოციქული იყო ჩინეთის ჩრდილოეთით აცოს-წყვიტებისა და მასაკების მიწაზე, ტერიტორია მონღოლეთს, ყაზახეთსა და ალტაის შორის, საიდანაც შემდგომ წამოვიდნენ ბულგარები და თურქები. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა ანდრია მიქადაგა ალტაიში, საიდანაც სტეპების გავლით გაემართა კასპიის ზღვისკენ, სადაც უქადაგა სახარება ალანებს. იქიდან გაემართა ქურთისტანში, სადაც შემთხვევით გადაურჩა მოწამეობრივ სიკვდილს. იქიდან კი დაბრუნდა იერუსალიმში. მესამე მისიონერული მოგზაურობა. გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ანდრია მოციქული თავის მესამე მისიონერულ მოგზაურობაში გაემგზავრა მოციქულთა პირველი კრების შემდეგ 49 წელს. აფრიკის ქვეყნებში მის მოგზაურობას გვამცნობს ეთიოპიური კოპტური წყარო, ასევე ბერძნული აპოკრიფები, რომლებმაც მხოლოდ გრიგოლ ტურელის ძალისხმევით მოაღწია ჩვენამდე, რომელმაც შეერწყარა ეს ინფორმაცია, გადმოსცა ლათინურ ენაზე. წესით ანდრია მოციქულს არ უნდა ეკადაგა აფრიკაში, რადგანაც ეს მისი წილხვედრი მხარე არ იყო, ეტყობა საამისოდ მიზეზი არსებობდა. მას, როგორც ცნობილია, წილად ერგო ვიფინია საბერძნეთი და აღმოსავლეთ ზღვითეთი. კოპტური წყაროებიც იუწყებიან, რომ ანდრია მოციქული დადიოდა ბერბერების მიწაზე, მაგრამ კონკრეტულად რომელ ადგილებზეა საუბარი, რთული სათქმელია, რადგანაც ბერბერებით დასახლებული იყო ეგვიპტე, ციბას ოაზისში, მაროკო, მავრიტანია, მალი და ნიგერია. ბერბერები იყვნენ თანამედროვე კაბილების თუარეგები, წინაპრები, რომლებიც ალჟირში ცხოვრობდნენ. კოპტური აპოკრიფის მიხედვით ანდრია მოციქული გაემართა ანთროპოფაგების კაციჭამიები ქვეყანაში მოციქულ მათეს გამოსახსნელად. კონკრეტულად კი დიდი ტბების რაიონში, ტანზანია, უგანდა, რუანდა, კონგო და გაემართა ზიმბაბვეს ახლოს მდებარე ხევისკენ. თუმცა აპოკრიფში ზოგჯერ მოციქულ მათეს მაგივრად მატათა მოციქული მოიხსენიება, შესაძლოა მსგავსების გამო. მათე მათიას და მატათა მათიას. მატათა მოციქული კი, როგორც ცნობილია, რომ გაემგზავრა საქართველოში, ხოლო მათე მოციქული კი ალექსანდრიასა და ეთიოპიაში. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ კაციჭამიების ქვეყანა მართლაც არსებობდა შავი ზღვის პირას, იგი მდებარეობდა პონტოში, სინოპის რაიონში, ჩრდილოეთ თურქეთი. აქვე უნდა გავიხსენოთ სახელი მეორე ეთიოპია, რომელიც მატათა მოციქულის ცხოვრებაში აღნიშნული. აპოკრიფზე დაყრდნობით გადაჭრით რთული სათქმელია, იყო თუ არა ანდრია მოციქული აფრიკის სიღრმეში, რადგანაც მოციქული ანდრია მოიხსენიება აფრიკის ქვეყნების მხოლოდ ეთიოპიურ წყაროებში. თუ დავეყრდნობით ამავე აპოკრიფს, ანდრია მოციქულმა გაათავისუფლა დატყვევებული მოციქული და დაამხო მიქაელ მთავარანგელოზის ძალით მათი უძლეველი კერპი, რის შემხედვარე ხალხი მოიქცა და მოინათლა. იქიდან კი ანდრია მოციქული თავისუფლად შეიძლებოდა დაბრუნებულიყო ეთიოპიას ნილოსის გავლით იერუსალიმში. მეოთხე მისიონერული მოგზაურობა. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ანდრია მოციქულმა დატოვა იერუსალიმი და გაემგზავრა თავის ბოლო მოგზაურობაში. გადმოცემით ცნობილია, რომ ის ისევ ეწვია პონტოს სამეფოს, მერე გადავიდა საქართველოში და გაემართა აზოვის ზღვისკენ, იქიდან გადავიდა ყირიმში და ზევით აყვა დნეპრს ვიდრე კიევამდე, ასევე შავი ზღვისპირეთის ზღვიტების ქვეყნებში. ყირიმში სევასტოპოლისა და ხერსონის ბერძნებთან დააარსა ქრისტიანული ეკლესია. დნეპრისპირეთიდან, სადაც ახლა დგას კიევი, უნდა გამგზავრებულიყო ჩრდილოეთით, სადაც დღესდღეობით მდებარეობს მოსკოვი, ნოვგოროდი და ლადოჟის ტბის მიმართულებით ვალაამისკენ. ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით მოციქული იყო სალოვკის კუნძულზეც, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სავარაუდოდ ვალაამიდან გაემართა ბალტიის ზღვისკენ, იქიდან შოტლანდიაში და თანამედროვე პოლონეთისა და სლოვენიის გავლით მივიდა რუმინეთში, სადაც მან დაყო 20 წელი.
რუმინეთიდან კი გაემგზავრა ხერსონი, ყირიმში, სინოპში, მაკედონიაში, ეპირში, თესალია, ლამია, ლუტრაკიონსა და კორინთეში. ნაწყვეტი თეიმურაზ ბატონიშვილის ივერიის ისტორიიდან. შემდგომ ქრისტეს ამაღლებისა მე-6 წელსა მოიწვივნეს ესე ორნი მოციქულნი ქრისტესნი, პირველწოდებული ანდრია და სიმონ კანანელი, რამე თუ უბრძანა წმინდმან ღვთისმშობელმან, რათა წარვიდნენ ივერია და მუნქადაგონ საყვარელი ძეს მისი ქრისტე ღმერთი მხსნელი და მაცხოვარი, წილხდომილსა შინა ქვეყანასა ღვთისა დედისასა. წილხდომილი ქვეყანა ღვთისა დედისა არს ივერია მიზეზით ამით ვინაითგან მოუთხრობს საქართველოსა ეკლესიის ისტორია, ვითარმედ ოდეს ამაღლდა ქრისტეს ზეცად და საღმრთოთა მოციქულთა ზედა გარდმოვიდა ყოვლად წმინდა სული. მაშინ მოციქულნი განემზადნენ წარსვლად პირსაზე და ყოველსა ქვეყანისასა და იყარეს წილი მოციქულთა შორის, თუ რომელსა ქვეყანასა წარვიდეს და ჰქადაგონ სიტყვა ღვთისა. მაშინ ჟამსა მას მუნიყოფოდა მათთანა დედაცა ღვთისა ქალწული მარიამ და უბრძანა მოციქულთა. შვილნო ჩემნო საყვარელნო, დასტევთ წილიცა ჩემი შრომისა მიღებად საყვარელსა ძისა ჩემისათვის, რათა ვქადაგო სახელი მისი, რომელსაც ადგილას მხდების მე წილი, ხოლო წილთა იგინი მორჩილექმნეს და დასტევეს წილიცა მისი შორის წილთათვისთა. წილი იგდეს და ხვდა დედასა ღვთისასა წილად თვსად ივერია, რომელს არს საქართველო, ხოლო ოდეს წარვიდოდეს მოციქულნი თვითვეულთა კერძოთა, მაშინ ინება შემდგომად წმინდა მანცა ღვთისმშობელმან წარსვლა ივერიათ, რათა ჰქადაგოს სიტყვა იგი ღვთისა, ძეი და ღმერთი თვსი და მიიღო რა შრომაი. მგზავრობისა და განვიდა გარე იერუსალემით და აჰაუფალი იესოს საყვარელი იგი ძეი მისი შეემთხვია წინა და ხრქვა. დედაო გიხარდენ და ვითარცა იხილა იგი აღეტყინა დედაი ყოვლად წმინდა სიხარულითა და ტრფიალებითა გამოუთქმელითა და ხრქვა სასურველსა ძესათვსა, შვიდობა შენდა, ძეო საყვარელო და ღმერთო ჩემო. მე აღტყინებული დედა სახელისა შენისათვის წმინდისაგან ფენად მივალ მე უცხოთა შორის ნათესავთა, რათა ვაცნო მათსა მოწყალებანი უსაზღვრონი, შენ მიერ მონიჭებული ცხოვრებად სოფლისა და სიყვარულისათვის შენისა არაცრიდო მე, არცა ერთსა ჭირსა და შრომასა გზისასა. მაშინ მიუგო მას უფალმა და ხრქვა. დედაო სიტკბოებაო სოფლისაო, კმა არ შრომა ეგე შენი და გულს მოდგინება სიყვარულისათვის მხოლოდ შობილისა ძისა შენისა და აცვითხოვ მე შენ მიერ, რათა დაადგრე აქავე იერუსალემს ვიდრემდის მიგიყვანებდე შენ დიდებასა შინა მამისა ჩემისასა და ყოვლად წმინდისა სულისასა ჩემთანა განუშორებელად, ხოლო ნაცვლად შენსა უბრძანე მოციქულსა ანდრიას და სიმეონს ერთგულთა მოწაფეთა ჩემთა და იგინი წარვიდნენ, სადაც აგენებოს და მუნ მრავალთა და არცა შევიდა ქალაქსა შინა მცხეთისასა, არამედ პირისპირ მცხეთისა გაღმად მდინარისა არაქვსა. ავიდა მთასა მასზე და რომელსაც ზედა არს მონასტერი ჯვარისა ცხოველს მყოფელისა, რომელსაც ჯაჩვის მონასტრად სახელედების და მწვერვალსა მასგორისასა აღმართა ჯვარი და დაუტევა და წარვიდა მუნით კახეთისა კერძოთა და შევიდა შინაგან კახეთისა. განხდა მდინარესა დიდსა იორსა, ესე იგი ალაზნისა მდინარესა და მოვიდა გრემს და აღმართა მუნცა ჯვარი მცირესა მას მწვერვალსა ზედა გორისასა, სადა იგი არს აქ ეკლესია მიხაილ მთავარ ანგელოზისა, რომელი იყო ძველად მონასტერი და არს იგი სამარხო მეფეთა და მუნით გაღმამხრის გზით. კავკასიურით გზით განლოდიდოეთი და მრავალნი ადგილნი ლეკთანი მოვლნა და ჰქადაგა ადგილთა მათ და ანდრიად წოდებულსა ქალაქსა შინა კავკასიურსა ჰქადაგა სიტყვა ღვთისა, მუნ ჟამითგან ეწოდა ადგილსა მას ანდრია. მუნით მოიქცა ქრისტეთის გზით და მოვიდა ფევსა მთიულეთისა სალომეკის მდინარესაზე და რომელსაც სახელს დებენ თერგად და ავიდა ძირსა საშინელისა მის კავკასიურისა მთისა, რომელსა ეწოდების მყინვარი, რომელსაც ზედა გიან საუკუნითგანი მყინვარნი და თოვლნი განუზომელნი, მაღალსა მთასა ზედა, სადა იგი არს ადგილსა. მას დაბადა ადგილსა მას, სადა იგი ჯვარი აღმართა ეკლესია დიდი მონასტერი წმინდისა მოციქულისა პირველმოწამისა სტეფანესი. პირველი ნაწილის დასასრული მადლობა ძვირფასო ხალხო ასეთი მშვიდი ყურადღებიანი მოსმენისთვის და თქვენი გონება განათდეს და ძლიერი მჭვრეტელი ნათელი მოგცეთ ანდრია პირველწოდებულის ლოცვამ, შევხვდებით მეორე ნაწილში.